ქართულ მეზღვაურებს მალტის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმების საშუალება ეძლევათ ახალი მიმართულებებით. დასაქმება ადგილობრივ კადრებს ორმხრივი მემორანდუმის საფუძველზე ექმნებათ. თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი ბათუმის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ კვიპროსთან, რუმინეთთან და ლატვიასთან უკვე მოაწერა. შეთანხმების მიღწევას წინ ორწლიანი საგანმანათლებლო და საკანონმდებლო რეფორმები უძღოდა, რომლის შედეგადაც 2013 წლის 22 ნოემბერს ევროკავშირმა ქართულ მეზღვაურთა კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატების ახალი აღიარების გადაწყვეტილება მიიღო. დღესვე ბათუმის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ პროგრამა TAIX-ის ფარგლებში 2 ექსპერტი ესტუმრა. 3 დღის განმავლობაში ესპანელი ექსპერტები სალოცმანო სისტემას განიხილავენ, გაიცნობიან საქართველოს საზღვაო ნავსადგურის უშიშროებისა და უსაფრთხოების გეგმების ISPS კოდექსთან შესაბამისობას. სტუმრები შეისწავლიან საზღვაო სასწავლებლების ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობის საკითხებსაც. წლის ბოლომდე სააგენტო ხელშეკრულების გაფორმებას შვეიცარიასთან, ბელგიასთან, საფრანგეთთან და ესპანეთთან გეგმავს. ევროკავშირის ერთ-ერთი უდიდესი დროშის სახელმწიფოს ქვეშ მცურავ გემებზე. აქვე მინდა გაცნობოთ, რომ მიმდინარე წლის 31 იანვარს ასევე ხელი მოეწერა ურთიერთაღიარების მემორანდუმს კვიპროსის საზღვაო უწყებასა და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შორის და დღეისათვის შეიძლება თამამად ითქვას, რომ კვიპროსის და მალტის დროშის სახელმწიფოები აბსოლუტურად ღია არის ქართველი მეზღვაურებისთვის. ჩვენ საქართველოში პროგრამა TAIX-ის ფარგლებში ვიმყოფებით. ჩვენი ვიზიტის მიზანია გავუზიაროთ ერთმანეთს სასწავლო პროგრამები და სილაბუსები. ვიმუშაოთ ქართულ კოლეგებთან ერთად, რათა განვამტკიცოთ საზღვაო სფეროში თანამშრომლობა.